სათემო ფსიქიატრიული სერვისის შედეგებზე ისაუბრეს დღეს თბილისში ქვეყნის მასშტაბით ფსიქიკური ჯანმრთელობის მქონე 45 ბენეფიციარი მკურნალობს მათი ნაწილი დაესწრო დღევანდელ კონფერენციას მოეწყო ბენეფიციართა ნამუშევრების გამოფენაც. მკურნალობა ასე ვთქვათ, ემსახურება დღესდღეობით 45 ბენეფიციარი ყავს მომხმარებელი. ეს არის მულტიდისციპლინარული ჯგუნდი, სადაც შედის ფსიქიატრი, ერთანი სოციალური მუშაკები, ფსიქოლოგები და ეს ანუ ყველა სფერო არის ყველა სფეროზე ვართ პასუხისმგებელი. ეს არის რა თქმა უნდა სათემო მომსახურება და გულისხმობს დეჰოსპიტალიზაციას, რაც შეიძლება შევამციროთ ჰოსპიტალიზაცია. არ არის სასურველი სამავთყოფოში წოლა მკურნალობა და რაღაცნაირად მძიმე თვალით არის შესახედი ამ საკითხზე, იმიტომ რომ იქ არ ხდება ფსიქოლოგიური საკითხების გადაწყვეტა, ფსიქოლოგიური ჯგუფები რაღაცნაირად სერვისული მომსახურება არ ხდება სამავთყოფოს სტაციონარებში და ამ პროგრამამ შესვალა ჩემში 4 წელიწადია არ მომხედრება სამავთყოფოში, ვარ სტაბილურად და შემიძლია ჩემი ცხოვრების რეალიზაცია თვითონ მოვახდინო.